მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან მოვედი ახლა საჯარო თემით. ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ახლა უფლება რომ გქონდეს, რას გეტყოდათ. ან რომ შეეძლოს, რას გეტყოდათ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. გეტყოდათ იმას, რომ შენ ხარ ჩემი ცხოვრების გაგრძელება, შენ ხარ ჩემი სიხარული, შენ ხარ ჩემი ბედნიერება, შენ ხარ ჩემი ის ჩემთვის ის ადამიანი, ვინც წარსულში დარჩა და ვისთანაც მინდოდა რომ ქონოდა ცხოვრების გაგრძელება. კიდევ რას გეტყოდათ? ის რომ ეხლა ეს სიტუაცია აყენებს ძალიან დიდ ტკივილს მას. ის რომ ძალიან ბევრს გეკონფლიქტებოდათ. იქნებ ვინმეს გადარებდათ. იქნებ ვინმესთანაც კიდევ მეგობრებო თქვენზე საუბრობდა და განხილვის საგნად იყავით ქცეული. გეტყოდათ იმას, რომ ურთიერთობის გამოსწორება უნდა, სიტუაციის გამოსწორება უნდა და რადგან დაიღალა ამ ყველაფრით, შენთან მოახლოება უნდა, გამოქცევა უნდა შენთან, ჩახუტება უნდა შენთან, რომ უშენოდ მთვარეშია და ყვავებშია, რა გააკეთოს რომ არ იცის. შენ ხარ უკვე მისი, შენზე სულ ფიქრობს, შენზე ოცნებობს, სხვათა შორის გითვალთვალებს სოციალურ ქსელში და მოკლედ ყველანაირ გეგმებს ისახავს თქვენთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით. კიდევ რა არის ის, რასაც გეტყოდათ? ის რომ ძალიან ბევრ ჭორებს გებულობს თქვენთან დაკავშირებით. ამ ადამიანს უნდა რომ დაიფიცოს. კი, დაიფიცოს უნდა რომ გამოასწორებს ურთიერთობას და იტყვის და ყოველთვის იქნება სამართლიანი თქვენთან. მთელი მისი ცხოვრება, დარჩენილი ცხოვრება ჩემო ძვირფასებო. კიდევ რას გეტყოდათ? რომ ძალიან ბევრი ენერგია აქვს მოზღვავებული. კი, ის რომ ეხლა ძალიან ქარიზმატულია და ეს ადამიანი თითქოს რაღაცას გეგმავს თქვენთან დაკავშირებით და ეს მოხდება უცებ. კი, სამი კარტი ერთი და იგივეს იმეორებს. კი, ეს მოხდება რაღაც უცებ. უცებ, როდესაც თქვენ არ ელოდებით. და რას გეტყოდათ? დაანთებს ცეცხლს რო იტყვიან და გამოვა ამ რთული სიტუაციიდან. ჩემო ძვირფასებო, ინატრეთ მაიმუნივით ლამაზი მამაკაცი, რომ თქვენ მასთან ბედნიერად იგრძნოთ თავი და ამ ადამიანმა ჩათვალოს ის, რომ თქვენ მას ბევრად ჯობი ხართ და თქვენთან უნდა იყოს ძალიან თავაზიანი და ძალიან მოსიყვარულე. ესეთი ადამიანები ინატრეთ გვერდით. ქალბატონებო. კი, და რომ უნდა რომ თქვენთან მოლაპარაკებები აწარმოეს. თქვენთან უნდა მოსვლა ამ ადამიანს, კონტაქტზე გამოსვლა უნდა და მოლაპარაკება უნდა და ამბობს რომ უკვე ამის დროა მოსულიო. ელოდეთ ჩემო ძვირფასებო ამ ადამიანს, ელოდეთ მისგან კონკრეტულ შეტყობინებას, ელოდეთ ამ ადამიანიდან შემოთავაზებებს და ელოდეთ ყოველივე სიტუაციის შეცვლას. მე კი ბედნიერ დღეს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში.